სამყაროშთობის სამეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა გვექნება თემაზე, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ჩაიფიქრეთ ის პიროვნება, რომლის გრძნობების გაინტერესებს თქვენს მიმართ და ეცადეთ სრული მობილიზება გააკეთოთ თქვენს ინტუიციაზე, იმიტომ რომ რომელი კარტით დაგიძახებთ, სწორად ის იქნება თქვენი ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ მადლიერების ნიშნად ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. კარგი იქნება კომენტარების ველში, რამდენად რეზონირებს თქვენთვის ეს ყოველივე თუ დამიკომენტარებთ და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლიერების გამოხატვა იქნება თქვენი მხრიდან, თუ კი შეძლოთ და გადააზიარებთ ამ ვიდეოს, ან გაუკეთებთ რეპოსტს, თუ კი TikTok-ზე მიყურებთ, იმიტომ რომ ეს ხელშეუწყობს ჩვენი არხის ზრდას. ნახოთ რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ რომ მომწეროთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მოკლედ ჩვენი კარტი ჩქარობს. ვერ გაჩერდა მთელი ჩეხვის პროცესში. მოდი ვნახოთ. პირველი ვარიანტისთვის რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. გონებაში რომელი ვარიანტიც მოგივათ, ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ამ მომენტში კონკრეტული პიროვნება არათუ გრძნობებზე, არამედ ორიენტირებულია თავისი სამსახურის პრობლემებზე. არ მეორეს მხრივ რომ განვიხილოთ, ამ ადამიანს ზოგადად ცხოვრებაში ისედაც იმდენი პრობლემა აქვს ამ მომენტში, იმდენად ბევრი პრობლემა აქვს ისედაც ამ ადამიანს მის სივრცეში, ხო? ეჭვმეპარება რომ საერთოდ აი ამაზე კონცენტრაციისთვის გქონდეს რაიმე განსაკუთრებული დრო. მეორეს მხრივ, ეს პიროვნება შეიძლება აღიქვავდეს თქვენს ურთიერთობას როგორც დამატებით პასუხისმგებლობას, რომელიც სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც არ სიამოვნებს და არ მოსწონს, იმიტომ რომ თითქოს თქვენთან ყოფნა გახდა მისთვის ზედმეტად რუტინული. ადამიანი გრძნობს თავს თქვენგან უფრო მიტოვებულად, რომ თითქოს რაღაცა სიტუაციაში მარტო დატოვეთ, რაღაცა სიტუაციაში მხარში არ დაუდეკით, ამიტომ ადამიანმა დაიწყო გზების მონახვა დამოუკიდებლად. აკლია ამ ადამიანს თქვენი მხრიდან გვერდში დგომა როგორც ასეთი და აი ამას განიცდის ახლა. თუ თქვენი ურთიერთობა არ არის აქტიურ პოზიციაში, ვიტყვი რომ ამ ადამიანს ძალიან აკლი ხართ ჩემო ძირფასებო, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მარტოსულად გრძნობს თავს, რომ თითქოს ყველა საქმე მარტო შეიჩეჩა საკეთებლად, ხო, რაღაცა ესეთი ენერგიები მომდის. მადლობა სიხდით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, ჩემი არხის გამოწერა და დაკომენტარება. პირად ინდივიდუალურ კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში. გადავიდეთ მოდი მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ნახოთ. კონცენტრირდით თქვენს პიროვნებაზე მაქსიმალურად და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი რას გრძნობს ახლა თქვენს მიმართ. ნახეთ? აქ მაქვს ორი შემთხვევა, როგორც ასეთი, რადგან საჯარო გაშლა ორივე სიტუაციას გავაშკერებ. მეორე ვარიანტში მიყურებთ ისეთი ადამიანები, რომლის ურთიერთობაც უკვე დამთავრდა და ადამიანი გადავიდა ახალ პოტენციურ ურთიერთობებში. მეორე სიტუაცია იქნება ზოგიერთისთვის, ვინც ასევე მეორე ვარიანტი აირჩიეთ, ისეთი რომ აქ თქვენი ურთიერთობის განახლება დაიწყო, სადაც ურთიერთობა თითქოს ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და აი ამის შეგრძნებითად, ესე რომ ვთქვათ, გამოხატვა აშკარად იგრძნობა ამ პიროვნებაში. გრძნობს ეს პიროვნება, რომ რაღაც ახალია საჭირო, რაღაცა ახალი საინტერესო ინიციატივების დროა, რაღაცა ხელახლა გაიღვიძა მასში, რაღაცა ბავშვურმა სიყვარულმა, რომელიც შეიძლება ცოტა მიძინებული ქონდა დიდი ხნის განმავლობაში და რაღაცა აი თინეიჯერი ბავშვები რო არიან რა,
აი რაღაცა ისეთი პოზიციით უნდა რომ აი თავიდან რაღაცა სიახლე შემოიტანოს თქვენთან ურთიერთობაში. გრძნობები აქ ნამდვილად ამომდის, თუ ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ну ესე აქტიურ ურთიერთობაში თუ არ ხართ, ვიტყოდი რომ სერიოზული სიმპათია აქვს ამ ადამიანს და განიხილავს თქვენთან ურთიერთობას. მადლობა სიხდით. მეორე ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Instagram-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე, პირად შეტყობინებაში. ნახოთ. მესამე ვარიანტისთვის რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ეს აშკარად რაღაცა დასრულებულ ურთიერთობას ეხები. ენატრებით შემოძერფასებოდა ეს ადამიანი გრძნობს იმას, რომ დროა დაგიბრუნოთ. თუ კი ყოფილებით ჩაიფიქრეთ, გეტყვით, რომ აქვს სურვილი, რომ ნამდვილად თქვენკენ წამოვიდეს ისევ და შეგირიგდეთ, როგორც სიტყვიან, ნამდვილად უნდა ეს. ენატრებით გრძნობს თქვენს დანაკლის, გრძნობს, რომ დიდი გზა გაიარა იქამდე, რომ გაიცნობიერებინა რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის და კვლავ აღიდგინა ესე რომ ვთქვათ თქვენთან გარკვეული ურთიერთობა. აქ მეორე კატეგორიაც გვაქვს, სხვათა შორის ასევე მესამე ვარიანტი ვინც აირჩიეთ. შეიძლება თქვენი ძვირფასი ადამიანი ახალ ურთიერთობებში შევიდა და გაიარა უკვე თქვენთან კონკრეტული ციკლი. ვინაიდან ეს არის საჯარო გაშლა, არ მიწყინოთ თუ კი გავაჟღერე ცოტა ესეთი განსხვავებული სიტუაციები. მოგვარეთ ესე რომ ვთქვათ ეს თქვენ თავთან თქვენი ნაწილი რომელია, რაც თქვენ არ გეკუთვნით დავტოვეთ სხვას, რაც თქვენია, რა თქმა უნდა მიიღებთ თქვენთვის. მადლობა სიხდით მესამე ვარიანტი ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მომწერეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ეს არის საჯარო გაშლა, შესაბამისად რეალურად თქვენზე ავთენტური მორგებული ინფორმაცია ყოველთვის ჟღერდება მხოლოდ და მხოლოდ პირადი კონსულტაციების ნაწილში. ნეკიტა გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.